მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 3. ზამბარაზე დაკიდებული სხეული გადახარეს წონასწორობის მდებარეობიდან 5 სანტიმეტრით ვერტიკალურადო და ხელი გაუშვესო. ესე იგი ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემული გვაქვს, რადგანაც საწყისი მდებარეობიდან გადახარეს 5 სანტიმეტრი, შესაბამისად ამპლიტუდა ტოლი ყოფილა 5 სანტიმეტრის. შემდეგ ხელი გაუშვესო და სხეულმა დაიწყო ჰარმონიული რხევა ნიუ უდრის 0.25 მიასედი ჰერცი სიხშირითო და რისი ტოლია მერხევის სხეულის გადაადგილების მოდული პირველ T უდრის 6 წამში გვეკითხებიან 6 წამში. გვაინტერესებს გადაადგილების მოდული. ეს გადაადგილების მოდული გვაინტერესებს ახლა ჩვენი გამოვთვალოთ, ეს არის ჩვენი მიზანი. ხო, კარგით, ესე იგი მოდით ასე მოვიქცეთ, ავიღოთ ზამბარა. ასეთი ზამბარა ავიღოთ. ეს გადახრამდე ეს იყოს პირველი მდგომარეობა, სანამ გადახვით. შემდეგ მოდით ავდგეთ და გადავხაროთ. ასე გადავხარეთ. მეორე შემთხვევაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მოდით წონასწორობის მდებარეობა ავიღოთ, პირობითად აი აქ იყოს ნულოვანი მდგომარეობა, ეს წერტილი იყოს O წერტილი და გადახრის შემდეგ ეს უკვე გადახრის შემდეგ კი ბატონო, გადახრის შემდეგ გვაქვს უკვე ამპლიტუდა არის აი ეს წაგრძელება, ხო 5 სანტიმეტრით რადგანაც არის წაგრძელდებოდა, გადაიხდებოდა, ეს არის 5 სანტიმეტრი. არის ეს უდრის, აიქავა ეს არის A, უდრის 5 სანტიმეტრს და როცა გაუშვებდნენ ხელს, ხო, დაიწყებდა რხევას ზემოთ-ქვემოთ 0.25 ჰერცის სიხშირით, ხო. რო გაუშვებდნენ ხელს, დაუბრუნდებოდა O-ს და მერე შემდეგ ავიდოდა კიდე ზემოთ, ზემოთ სადამდენაც ავიდოდა. კიდე 10 ავიდოდა, ხო, ზემოთ, აი ავიდოდა. ეს წერტილი იყოს, რა ვიცი, აი ამას დავარქვათ A წერტილი. და ნუ აი ამას დავარქვათ B წერტილი. ხო. ესეც არის, არა, A წერტილი გამოყენებული გვაქვს, მოდი ამპლიტუდისთვის და მოდი სხვა რაღაცა დავარქვათ. ეს იყოს C წერტილი, ასე. ხო, და ახლა მოდით გამოვთვალოთ, რადგანაც ჩვენ სიხშირე მოგცეს, ხო? შეგვიძლია გამოვთვალოთ პერიოდი, ხო? პერიოდი რა არის პერიოდი? პერიოდი არის სიხშირის შებრუნებული სიდიდე, ერთ შეფარდებული ნიუ. ეს კიდოლი იქნება 1 შეფარდებული 0.25-თან, ანუ 25 მიასედთან. ეს 100 ზემოთ აბრძანდება და 125 არის უდრის 4 წამს. 4 წამს. ესე იგი 4 წამი არის ის დრო, ხო? რა დროშიც ეს ჩვენი სხეული 4 ამპლიტუდის ტოლ მანძილს გადის. ესე იგი თუ 4 წამში გადის 4 ამპლიტუდ მანძილს, ნუ ბუნებრივია 1 წამში შესაბამისად 4-ჯერ ნაკლებ მანძილს გაივლის 1 ამპლიტუდას. ესე იგი, აი აქ რო იყო თავიდან B-ში ხო ხელი გაუშვით. 1 წამში მოხდებოდა O წერტილში, მერე 2 წამში კიდე ამპლიტუდას გაივლიდა C წერტილში მოხდებოდა, ეს 2 წამი რო გავიდა, მოდი დავწეროთ, ესე იგი, T უდრის 1 წამში იმყოფება B-ში იყო და O-ში წავიდა, ერთი ამპლიტუდა გაიარა. მერე T უდრის 2 წამში უკვე C-ში იმყოფება, T უდრის 3 წამში C-ში ხო იმყოფებოდა, შემდეგ აქეთკენ ვერტიკალურად ქვემოთ გააგრძელებდა რხევას, ისევ O-ში მოვიდოდა, T უდრის 4 წამში მივიდა დაუბრუნდებოდა საწყის მდგომარეობას, ხო? ნუ ბუნებრივია, რადგანაც 4 წამი სწორედ პერიოდია და პერიოდი კიდე ის დრო, როდესაც სხეული თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება. შემდეგ ისევ გავაგრძელებთ ეს პროცესი T უდრის 5 წამ მომენტში, ისევ O წერტილში იქნება და T უდრის 6 წამში აღმოჩნდება C წერტილში, ესე იყო B წერტილში და აღმოჩნდა C-ში. ესე გადაადგილების ვექტორი ამ შემთხვევაში იქნება, აი B-დან დაიწყო და აი ეს იქნება S ვექტორი, რომლის სიგრძე, ესე იგი, B-დან ომდე არის A და O-დან C-მდე არის კიდე A. S-ი არის სიდიდით, S-ი სიდიდით, მაშინ მოდული ტოლი გამოდის 2 ამპლიტუდის ტოლი, ეს კი ტოლი არის ამპლიტუდა მოცემულობით არის 5 სანტიმეტრი, 2-ჯერ 5 უდრის 10 სანტიმეტრს. შესაბამისად, საბოლოოდ დავწეროთ პასუხი. S-ი გადაადგილების მოდული ტოლი ყოფილა 10 სანტიმეტრის.
ეს კი არის პასუხი D.